თუ გვენდობიან. ატომოლე? დავიწყოთ ხო ნინა? ბატონო. მოდი ზიად გამოიწვია. იმუშავე ჩვენ ყურადღებას უკვე ნუღარბოთ. მომეცნი ბოლო. აი, რა ვიცი, აბა ჩიგნითას თუ გადაიღებ თუ არაფერი არ. ჩადი. დავასწორე. დააყარე, თქო მომიწო. აუ, სანამ დააყარე, კიდევ ერთხელ ჩადოთ, შენ შემოგვიყვება რა. კი ბატონო. ამე იყო და არ მოგწეს. ჩადი. უბრალოდ ვერ მოგწეს მაგრამ. ეს პრობლემა მაგრამ ეს დავარი და იყო აღალო იყო წყალსიღრე მოამზადი. ჯერის ჩანდი. ეს ეგრე გამოუწვის სპეციალურ მიწასთან კონტაქტი რო იყოს რა. აქეთ განმოატრიალე ეს. ასე? ო, აქეთ და გინა იქით რა, როგორც გინდა ჩააგდე. ეგრე დავაყდაც ცოტა დააყარე და წყალი მარილ წყალი დავასხადე. აი, მაჩა იყო ფეთი. ო. არის უკეთში? კი. გურეთა მომი. ყველა ჩას ხასტა რა. ხო, ეს მიახმოსხი აქ. იყო, ნორმალი. იქნუდეს ის ჩაყარე და იმას ხილი. კიდე დავუსხი. დაასხი და წალი მოიტანა. წყალი მაგას არ ზერდეთი არ მოვიდა. ხარცო. მარილ და წყალი ზერდეთი არ მოვიდა. ბატონო. იყო. ხარო. ან ეხლა ასალი წყალი დავაცხოთ. ისე ასე დააღწია მედი. ეს აქვს. ეხლა დავაცხოთ და გვაქვს. აი, დრო რო იმას ქნათ, ამის საკმარისია ეგეც. მეიკაცე. მოდი ჩქარა. საკმარისი ციგნება რა, წამოიღე კიდე ერთი და ეხო რა. ზემოდან დავასხალწე. აიტა და ის მოხატია. რა შეწყალი იყო. იდა რა. თუ დამაგდე. აბა მაგის ამომგები მე აღარა ვარ და. გაფუჭებული რადიატორია. დასი. დასი. ეს ტიკა დატოვა, არ დავლიო, რა მე არ იყო. არა ბიჭო, მარიან. არა, რა გინდა. დაუშვ. всё, მორჩ. მაგიდა რა. ეს აკუმულატორისთვის ეს დამტენია ჩვეულებრივი მანქანის დამტენი დიოდების ხიდი და
ტრანსფორმატორი მეტი ხარაფერია, იმიტომ რომ ეს მაინც ყველა შემთხვევაში იქნება მოწყობილი და იქიდან ვნახოთ რა მოხდება. ეს ცოტა იქით გადავდგათ მაშინ. არა, იქით გადავიღოთ. ვინი? აგერ გავდგათ, აი ამას ვთქვა. შეგვეცდა. შერეკილებს არის. არის პრიბორი თარგოში. ო, არა, ეგრე აქია მაგ ბატონო. ნატურალი ჩამოიტანა. არა, ლექში ნახოთ აი პოტენციალთა წყობა. არსებობს თუ არა დამიწებასა და ემადა პროვოცირება. კი ბატონო, ეხლა რა ვქნათ? აი ეს არის კაბელი. დავაგრძელოთ ის რომ როგორ მიწევთ ამ შრომას ეს? რაცა? აი, იმას? არა, დააგრძელოთ რომ მივიყვანოთ. ხო იქ ამ როგორ უნდა მივიყვანოთ? სხვანაირად ვერ გასვენჯოთ, ხო? ახლა ბორტ განეწირა ფიჩი. კარგია. აი, გრამისად 15. ო, კარგია. როდესაც არასწორს ეს ტრანსფორმატორი იყოს ეს სიმეტრიული დატა. მე ამ დროსაც სიმეტრიული დატა ხარ ნულში შედება და ეს ნულში გამოვაძლენ მიდის მიწაში. კი, ხარბა. მინდა შტატები. კარები დახურა, გამოვარდი ჯერ. საღალი შეგდებულია. ჩვენთან რაღაც ნაცია. რა გამოვარდის მე? თითო არის თითო კილოვატი. ნახე. ორივე მეორეც მიანა. აი ეს მიანა. აუ. Toate sunt tabla ce agari. Сюда вот я. ეს ვოლტია თუ მილიvoltია? არა, ვოლტია. ვოლტია. აბა დაბალზე დააკეთე. არა, ეს ხოლმე ეს მუდმივია. სულადით არის. ეს მუდმივია. მუდმივი კიდევ ერთხელ ბატონო, მეცობაში დასკვნ. აი რა. აქ ახლა მე რო დავეჭირო ეს ხელში ალბათ მაშინაც იქნება. რა. ნუ ახლა მეთქი. ნუ ახლა მაგას ვეძო 6 ვოლტის არაფერი არა. ევადობითი მაგი არაფერი. მაგი არაფერი. იყოს. ხლება ეს მოხეტიალედენებს ვიღებთ და აი მაგის ბრალია დავუშვათ რომ მუშაობს ეს დანადგარი. მე მომტკიცებ პირიქით. საწინააღმდეგოს. არავით არის მორბენალი ველები და არავით არის დანაის ბუზდაიშიტო. აქ არის ერთი რამე, ვიღებთ ენერგიას აი ჩვენ გარშემო სივრციდან. ეს გახლავთ ტესლას პრინციპზე ატყობილი სასულიერო რომ მინდა. ესე გასინჯული გვაქვს ყველაფერი, ყველა რაც კი შეიძლება საზომი ხელსაწყო იმითი 500 საიდან ამოვიღებთ, მეგავატ საიდან ამოვიღებთ, მაგრამ ჩვენ მანამდე ვიყავით ჩუმად, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდით, შევძლებდით ამ სიმძლავრეებზე გასვლას. მაგრამ როდესაც უკვე დავიჭირეთ კანონზომიერება კილოვატიდან 100-მდე, 150-მდე, 200-მდე, უკვე შეგვიძლია თამამად თქვა, რომ ნებისმიერი სიმძლავრის მიღება შეგვიძლია საწყისი ენერგიის წყაროთი. მე უკვე თვითონ მუშაობს თავისივე გამომუშავებულ ენერგიაზე. პრაქტიკულად არის პერპეტუუმ მობილე. ნუ ახლა პერპეტუუმ მობილეს ნუ დავარქმევ, იმიტომ რომ ეს აი ახლა დღევანდელი გაგებით შეიძლება დაარქვა, მაგრამ რა ვქნათ ბატონო,
დავიწყო, ჯერ ვადიმაზე წყალს განადგურებას მოხდა. კი, აქ თუ ნაპერწკალი არ მოგწევთ, ყვილია ლაპარაკი. ძაღლი არ გამოვარდა. ეს გახლავთ გარდამქმნელი 12 ვოლტს გარდაქმნის, მუდმივ გარდაქმნის ცვლადინი. მაქსიმალური სიმძლავრე აქ აგერ 400 ვატი. მეც ამისგან ვერ ავიღებთ. ნუ ყოველ შემთხვევაში დანარჩენს უკვე გაზომბები გვაჩვენებს რა. დავიცი. ესენი მია მუდმივ ცვლადად. ეს ჩვეულებრივი ამბავი. ეს ნატურები. ერთადერთი ის არის რომ ხანდახან კრანი მე მოუშვიდა დაკეტეს საჩვენება. ხაერში გინათი რა? ასე ეგეც არის. აბატონო. მე როცა დაიჭირი ამის ჩავთავ ესეც და კოტე დაიჭირი აკუმულატორი და თუ არ ეს საერთოდ ეს არის ხალასტური. δεν მარინოს კაც ისინი ცხოვრება მოგვეწია. ლამპოჩკები ძგია. არ გინდა გასვენებოს ეგ. წავიდა. ისკა ჯერ გადააღებინე რა. აი ისკა. ნელა თუ გეჭირდა. ეს იგი მომდრე. Все? Давайте. Сейчас. Все окей. ჩავთვათ? ჩატ არა. ყველაფერი არის ხარის. 5 კილოვატი. რამდენია? აქ არის 0.3 ამპერი. ეგეც განააღებინეთ მე. დააფიქსირე. ეხლა. მომეცე. 22 იდება რა. ევაზან თენგი. აი ესეც გადავზომოთ 22 თენგის. აი აქ რო გადაიღოს რამდენი მიგვა. მილეს. მოლ თამაშობს რა. მე თვითი გავაფიქსირე. ალბათ სადღაც გამოვიდა. ესე იგი ეხლა გამორთითებ. გამოდი. ხელი მოხდა ვინტილებში. აი იმადო ხელი გადაატარე იმას. ეს ჩვენ იმას ბოლომდე გავშევით. შეიძლება მეტი იყოს 5 კილოვატი. აი ერთი წუთით. აქ არ გავსინჯე ჩვენის ზაბარობა ჩვენ არ ვიდა რა. კი ბატონო. ჩავთვათ? ერთი წუთი ზაბარობა. ჯერ ჩავთე. ის თითი ჩათვა გარდა. ეს 220 ვოლტი იყო იგივე. იქა და 220 გამოსა. ჩავთვათ? კი ბატონო. დაიჭირეთ არა სერტიფიცირება. აი აქედან გავსინჯე თუ არა. ზაბორის თამაშობ. მოაცილეთ მათი მაგვერდს. ახლა ეს გავლენა აველების სოდა და აი ნატურასთან გაზომეთ. უფრო ადვილია. გასაზომათაც და ბოდი. ნატურაზე ჯობია ველს მოცილი. მოდერე მოსა. აუ. მოდები. ურა სიცქია ხიჯო. ჩქარა ცოტა თორე. მოდი. გაიხ, რაღაცა პროფესიონალი ზოლია. რამდენი? ანუ ეს უტომბო. არა, ველი. არა, ველია მაინც. ველი. ნუ ყოველ შემთხვევაში 400 იყოს დახეთქა. არა, 400 არა, 200 მეტია. 220-ია, 230. სიჩირე რა აქვს ამ. ნებისმიერ რაოდენობას. აი, სიჩი ზომია. რა ვქნა? ჩვენ ვიცი აი სიმღერებში ნახეთ იმას დაურეკეთ სუქი. ეს მარტო ენერგეტიკაა. ეს არის ერთ-ერთი.
ამ სცენარის არის მეცნიერებით ამერიკას ვარ დაფის რომელიც ის როგორ ჩენავით ამ პრინციპს ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მომენტი არანაირ მნიშვნელობას ჯერ სადარ ეხლა თავარია ამის ეხლა კიდე დენის წყარო მაგაში გადის ძენი ამაში მოლდოვანიო დამიტების ის არის ნატურების ნოლია არა აფახვა შეერთებული არ გახდება აი აფახვა შეერთებული Не мешает, ну вот это. ნატურებისგან თუ შეიძლება. ნატურები გვაჩვენეთ რა კადრში. რამდენია სიხშირე? 50 დამიწება ეს ეხლა 59 არა ეგ რო არის ნატურა არ არის ეგ ნატურა მაგ მიეშებული 59 და რაღაც მაგრამ თავის სქემაში ჭირდება მაგრამ ნატურა გაუშვათ ონკაზე დამიწება ონკიზე ძირიდან არ მიგებს აკონკალი აფახვა ჩართული იგი მოდი პოტენციალი გავსაჯოს იცასა და იმას შორის პროცესია ჩართული ახლა Sen tranzistori. ეგ უკეთ აქტიური ფაზა ტრანზისტორები რა უნდა ის ახაა უნდა გამოუჭეროთ სადღაციდან და ვეც ასწავლებას მაგრამ ამის გაციების სიხშირე ნორმალურია ხო ეხლა რა უნდა გავზო ტექნიკური ჩართული დამატებებს დაუყენებს ეს ახლა ნახეთ პოტენციალი არის ხო მე გადიდე ხო აი გახსოვს პოტენციალი რამდენად შეიცვალა რა ხო აი ჩართულზე რა მაინტერესებს რა ეს თქო დაიჭირე რომ დავუწყო საერთოდ ჩაერთო ფაქტობრივად არ შეცვლია არ შეცვლილი გამოდი ახლა ეხლა არა გადაიღო ეს არის კოჭა და დიოდების ხიდია მაგია არაფერთან კავშირი არ აქვს მაინც ვინ გამოვიღე ბავშვი ჩვენ ეხლა რა ხდება ამასაც არის დავწეთ კაცო მაგ არ არის პრობლემა ეხლა ჩვენ ვიგეთ ერთი რამ მიღებული რატყან ამდენი ენერგია გვაქვს მოდი ჩავთოთ დამტენი ჩვენ მიღებულ ენერგიაზე და დავიწყოთ აკუმულატორის დატენვა ეს ხო უკვე მის მუშაობის ხანგრძლივობას გაახანგრძლივებს რა ნახოთ რა აკუმულატორს და იქნება ის ხო შეგრული წერები ო წერებს ვკრავთ რა მოკლედ ეთემოს $3 ხა თავაშულ და სიხშირეზე მოვაშორა. აი იყოს რადგინა არის რა პლუსი და მინუსი არა ვიცი ობულია დავიწყეთ ეხლა ბატონო თენგის გავზომოთ ისევ თავიდან რა მიგვაქვს რას გვაძლევს და რა მიაქვს მოდის და დამტენს რა მიაქვს რაც იყო რა იგივეა რაც არის ამას მე აქვს 310 ამპერი მიაქვს დამტენს და აქ არის რამდენი იგივე რაც იყო რა იგივე რაც ეხლა მოვიდა ერთი აზრი მოგვივიდა თავში ეს თუ ამას ტენის აკუმულატორი მოვაცილოთ რა ამოიღეთ ახლა გადადაიღე ყველა სულ გადადაიღე საერთოდ გამოწეს პრიაბროზოთენ არა ფერი აღარ უნდა ეს დანადგარი თავის მიღებულ ენერგიაზე მუშაობს ეს არის პელტოტი მომი Πάμε στο ταχάνι στο τεχνικό.
გამორთე ერთი წუთი რა. გააციებენ და ისე ხურდება ეს გამოსასწორებელი. ეხლა ჩვენ რო ეს დავძრათ ადგილიდან. ან ქსელიდან ავიღოთ ცოტახანი ენერგია, ან ისევ აკუმულატორი. ისევ ამუშავდება თუ გინდა ვცადოთ რა. გასწრაფ რა გაიცნობა? ასე იგი თავისი ცვალებადი არ არის სტაბილური. არ არის. იმიტომ რომ გასწორება ჭირდება. იმიტომ რომ მანდარი უკვე არით? კი. აბა ნახო. შენ და ამაზე ტრანსფორმაცია. აბა ბატონო, მივიღეთ. დია ლამპოჩკების 60-იანმა. არ ეხლა შეგვიძლია ხო ესეც ისევ მოვაცილოთ და ნატურები წამოწიოს. აბატონო. ყველაფერი ხარ. გამოიწია. არ საიდან არაფერი არ. არ გაცხელდეს ერთი გამორთება და ეხლა კრანის მაგივრად იმაზე ახლა დამიწებაზე გადავიდეთ. შეიძლება გამორთე. როგორც იყო ეს. როგორც იყო ისე და უბრალოდ ამები ამას გადააყო. ეხლა არ გინდათ რა ეს ზედმეტი. არა. მიადი გია. მაგი ხო იყო წეგან სადღაცა რა ამ შემთხვევაში. არა. მარტო ის კონტური გაუძლებს 5 კილოს. არ მოხდეს 5 კილოს არ ვერ გამოვხაჩა ვიქინა თუ გამოვხაჩა გაუძლე სატვარ მოდი გაუძლე. რამდენიმე ნატურა მოუშვათ ზე. ო აი მაგას ნელ-ნელად დავამატოთ. მე ეხლა ვაპირებდი ერთ რამეს. თვითონ დანადგარი დავიწყობდი, ძალიან პატარა. აი ამას რამდენი ეყოფა თორე მაგ მაშინ მოუშვი. ეხლა ხელი იქნება ჯერ ხელი არ დაიწყო. ცხელი აკუმულატორი არ გვინდა. აი სამარი იქნება პლუსია ეგა. ხო, თითოეულ. შეხება და უბრალო კანონია მაგას კანონია. ჩახა. ჩათები. ისრა არის. აბა ნახოთ. აი ბჟუტავს. არა ნუ ახლა ვერ წამოვიდე შემთხვევაში. ერთიდან ვერ წამოვიდე. ესე იგი ამით დავამტკიცეთ ერთი რამე, ჩვენ მისიდან დღეს არ ვიდეთ. აი ბატონი. ეს და კენგიზი ახლა კილო უნდა მოემატო 5 ამპერი. რაც არის 1 კილო. არ უნდა ხდება დაждდება. ეს მიწა გოგნის გაუშვა ეხლა. აი ეხლა სპორტი უნდა იყოს. რა თქმა უნდა იგი რედენიბრობითაა შეერთებული. იმაზე გავიდა სიმფლავეზე. ო ერთი ძალა აბა მოუმატე. და მოიმატე. არა იქით მოიმატე. ვაჩარ. პარალელურად არის ჩართული ეგ. აი, უკვე დაიწყე. არა, არა, აქ ჯამურს უჩვენებთ, ამიტომ ჯამური 3 ისა ლამპოჩკი. 8 ამპერია რა, 8 ამპერია. ესე იგი, რასაც შეძლებს გამ აი ნახე. გაბილი გასუჯო? არა, გაბა მოდი. მეცა. მოდი. ვერ გააქვს ის საზღვარში თამაშობს, ვერ გაიგე თამაშობს. ველია, ველი. ვერში. არა, კონდენსატორია და ვერ შეჯავს. ჩერეთი იქ იმხელა ისკრა მაინც ფონი შემოიდგა. აი ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. ეს დაუჭიროს და მოხსენდა თავიდან დაუჭიროს. მოსავალ კონტურს კაი მიწა უკეთდება და ის დანადგარისას ის ყოფნის აი ეს გამოგოთ აი ცოტა ახლა მოიწა სტოლიქს არ გამოგოთ და ახლა მოუჭირე მაგას ისა დავწქვენი რა აგერ არ დამძე არა ეს ხარში კიდია პრინციპში ეს უკვე ხარში მაშინ ეს უნდა გაუშვა იმაზე არა რატო ეს აიღებს აქედან ეს ხო არ არის იმ ხელაზე და მოშინი და 1 ამპერი მიაქვს შეიძლება იყოს აი გავშინჯოთ ეგეც იყოს ეგ არ შეუშლის ხეს
ამის გადაღება, ესა დაფიქსირება, რომ პრიორიტეტია. მასაც მე დავიჭერ მაშინა. აჰა, ჩავთოთ? თუ ჯერ არა. ცოტა ხევი ჩამოწევთ შეგვა. აი, კარგი. ჩათითი. ისკრა არის. ის ვერა გაგდაჭირე. მოუჭერე, გია. რა კიდე 200. აი. აი როგორ გასკასეთ. 200 ვატი ის მოწევს. იმას კარგი, ახლა იქა. ორივე მასა გვა. მაშინ მე უნდა დავდო ისა. არა. ეს მასაა, ეგეც მასაა. მაშინ დამტენი აქედან არაფერს არ აღებულა. არა, ეხლა უნდა აი ახლა ხდებულო. კლეიმ ახსენით. და ზვიად კლეიმ აკურატად ახსენით. თუ დატოვა. ესე იგი მორჩა. მუშაობა, დამტენი მუშაობა. იმენა აი ეს გადა. ეს მარტო მასაყვა. ეს იქში ხო რაღაცა საკითხი. შიკი აკეთებს. ხო და აი ისა და ეს არის ციფრები. ეს მინუსი აქ დავსვა. და ხალხ აი ახლა ჩავთო, დაჭი. დაჭი. მოხსენია რა. დაჭი, დაჭი. ეგეც დადა იქ დაბრუნდა. მოაწინეთ აკურატად. დადა. აგი ნატურები ანთია. ეს ხო არ მოიწ. ეს არის გამოწვეული. აჰა, ჩართული. ეხლა გავზომოთ ესე. როდის მოცილებულია. აი აგახა. და ასე შემდეგ, ამიტომ მაგრამ იქ დავთვებ შეხედავს ამას ის ხალხი რომელიც სიტყვების გარეშეც გაიგებს რა ხდება ვინც არის მეცნიერები მაგრამ ჩემნაირებს ჭირდებათ არა ეკი ამიტომ მე ყველა საკითხი Хорошо, мы как Скажите, пожалуйста, обычному обывателю, вот что сегодня вы показали? Вот почему это важно и вообще, что в этом нового? Обычному обывателю можно сказать, что сегодня они увидели установку, которую можно назвать приемником энергии с окружающего у нас пространства. Мы увидели работу этого двигателя, установки этой. Ей нужен этой установки только начальная энергия, потом она работает на своей же выработанной энергии. Без всякой посторонней, как сказать, помощи. Ну, сейчас я не знаю, как это можно определить или как сказать, но самое главное здесь то, что решается эта энергетическая проблема. Это автономная установка, которая сейчас дает нам 5 киловатт, берет 40 ватт, дает 5 киловатт. Но в принципе она уже потом ничего и не берет, потом на своей же энергии работает. Трудно предположить сферу, отрасль, где можно употребить эту установку. Эту установку можно употребить в электровозах. И не будут нужны эти верхние провода и по бокам эти
столбы. На кораблях, на машинах, на самолетах. И можно чуть-чуть дерзнуть и дальше пойти, но это потом, в будущем, потому что это энергия. Неисчерпаемая энергия берется с космоса. Окружающая среда наша уже пропитана этой энергией, Бог знает, сколько можно оттуда брать. Мы максимально взяли 200 киловатт. Ну, теперь мы можем просто смело сказать, после последнего эксперимента, когда мы 200 киловатт получили, сказали, что теперь мы можем принять любое количество энергии, взять с пространства. Ну, а остальное уже мы все видели, в принципе. В принципе, мы все видели. Вы говорите, что можно решить многие проблемы. А можно ли локальный грузинский энергокризис решить? Считайте, что кризис уже решен. Я рассчитал, например, что да, ну, в принципе, если правительство, я думаю, что должны они это принять, возьмется за это дело, максимум 1,5-2 года, и Грузии не понадобится никакая электростанция. Никакая электростанция, энергии будет навалом, да еще и будет продавать. Господи, еще сколько можно продать, я не знаю. Просто можно, как сказать по-русски, бюджет. Можно получить это как в бюджете прибыли только с этой отрасли, где-то раза в 1000 больше. Не говоря о том, что вся страна будет энергофицирована, электрифицирована. Можно ее употребить в оборонной сфере, потому что у нас горная страна, в горах это подавать электроэнергию, это, Господи, что поставить и установки, и все, свою энергию имеешь, не нужны ни провода, ничего. Но отрасли нету, чтобы эту установку, этот принцип не употребить. А сейчас, если можно, вот это расскажите мне, не как журналист. Да. Хорошо. Мы, значит, я дам аккумулятор. Вот как домохозяйки можно сказать одно. Вот есть у нас аккумулятор. Первое питание берем с аккумулятора. Потом уже мы переключились на зарядник аккумулятора. Включили зарядник на полученный нами ток. И начали заряжать аккумулятор. Но чтобы его не портить, нужна, так сказать, первичная энергия, и потом уже аккумулятор тоже не нужен. Выпрямитель, преобразователь. Ну, это можно сделать так, что прямо в установке уже все это вмонтировать. Понадобится первичная, хоть от аккумулятора или сети. Маленькая энергия, а потом уже получаете энергию, за что вы ни копейки не платите. Если вы его поставите дома, 5 киловатт, это нормальной семье, так сказать, хватает. Но можно сделать 10, да мы не знаем здесь потолок, сколько она еще даст. Только, ну, мы пришли на 5 киловатт и не уходим от него, потому что боимся, очень хрупкий сейчас прибор. Как говорится, в муках рожали его. Так что боимся. Но теперь уже его уничтожим. Скажите, пожалуйста, а блуждающие токи, какое имеет влияние и насколько важную роль играют блуждающие токи в вашем приборе? Одну секунду. У нас вопрос возник по блуждающим токам, которые находятся в Земле. Насколько важную роль играют блуждающие токи для вашего изобретения? Блуждающие токи для моего изобретения не имеют никакого значения. Я это сейчас не то, что могу, уже подтвердил во время эксперимента. И это, по-моему,
лучше всех скажет Батон Тенгизли, Ратуара. Главный энергетик Политехнического университета Грузии, вот он скажет, потому что он мне предложил, чтобы вот не думать, что блуждающие токи работают в этой установке, я их, вернее, так сказать, грубо ловлю, отдельно заземлили. Перед всеми контур сделали такой маленький, который хватает установки. И не проверили, что никакие блуждающие токи я не беру с массы. Я же сказал, эта энергия идет с окружающей среды. Скажите, пожалуйста, как бы вы назвали ваше изобретение, ваш аппарат, и посвящаете ли вы ваше изобретение кому-нибудь? Или чему-нибудь, на самом деле? Я бы не обнаглел так, чтобы сказать, что это мое изобретение, но я кое-что нашел, правильно. Это изобретение Николы Теслы. И ему же и посвящается, потому что он такую жизнь прожил. Он столько для человечества сделал, а он сегодня забит просто. Спросите у многих ученых, по-моему, они его изредка слышали о нем что-то. Больше ничего. И вот ему и посвящается. Это его установка. Это его работа. Но он боялся того, что люди друг друга уничтожат. Если он дал бы эту установку 100-120 лет тому назад людям. Но он там же и говорит в своем последнем письме, что мое изобретение умрет вместе со мной. Почему вы так уверены, извините, что именно вот это изобретение, как бы начало, во всяком случае, этого изобретения заложил Тесла? Потому что я-то над его изобретением все работал, над его схемой. Я просто нашел резонатор, который автоматически регулирует резонанс между первичной и вторичной катушкой. Если не будет резонанса, вот как недавно я читал, из компьютера вытащили информацию про такого человека, его фамилия Мельниченко. Единственный человек, единственный материал, с которым я успел за эти последние годы ознакомиться, который точно пришел к решению этого вопроса. Он говорит одно: держите резонанс, и все получится. Он не дошел до трансформатора Теслы, он сам это говорит. Ну и взялся уже за работу, чтобы сделать эту установку. Но эту установку он сделает, по-моему, еще не скоро, но он очень близок. И, наверное, нашему правительству стоит об этом задуматься. Стоит задуматься о том, я не хочу сейчас кого-то оскорбить, но лжеученые его куда-то уводят. Не хочу больше отказаться от гражданства своей страны. И хочу уехать за границу. Потому что здесь такое творится, не поймешь. Я одно изобретение потерял. Я заставлял работать двигатель автомобиля на воде. Заливал воду, и оно работало. 4 года я бомбил эти двери нашего бывшего правительства. Ничего не получилось, а потом вдруг, пожалуйста, здрасте, филиппинец. То же самое сделал и патентовал. Я остался так. Сейчас под ударом это второе мое изобретение. Я его уже под удар не поставлю. Дадите, пожалуйста, и покажите, поближе поговорите нам, расскажите нам о нем. Сколько оно может... Вы сказали, держите что? Резонанс. Где ваш резонанс? Вот здесь и резонанс держится между первичными и вторичными обмотками. Резонатор внутри. Как раз это и является, как сказать,
В данный момент секретом, потому что как запатентуется, конечно, потом откроется и все будет в порядке, но я до этого никак не смог дойти. Нет у меня тех средств, чтобы вот запатентовать эту установку. Продавать не хочется, но не знаю, или поеду за границу, там буду работать, и там запатентую, или я не знаю, но у меня времени уже нет. Еще один вопрос. Сколько вам надо средств для того, чтобы запатентовать вот ваше изобретение? Вот, честно говоря, я сам не знаю, потому что я не имел с этим, как говорится, дела. Точно не знаю, сколько стоит патентовать эту установку, потому что я должен... Да, где, в какой стране, у каждой страны. А в Грузии это стоит, например, копейки. Ну, тут надо, я не знаю, очень серьезно подумать и потом решить, чтобы здесь запатентовать. Это считайте, что потеряно. Ну, нет доверия к этому учреждению. Да, за границей это, может быть, и дорого обходится, но зато уже гарантированно защищено твое изобретение. Да. Ну, что у нас здесь? Установка, преобразователь, аккумулятор и выпрямитель для зарядки аккумулятора. А благодаря выпрямителю аккумулятор потом уже снимается. Но опять же сказал, это можно все в один корпус вложить и все, больше ничего. Будет одна вилка снаружи или две клейми, чтобы вот на аккумулятор или да, или кнопочкой прямо. А сколько, в принципе, нужно денег для того, чтобы создать вот такой качественный агрегат, если можно сказать? Давайте я вам скажу так. Если не как сказать, принять во внимание первые экземпляры, если линию построить для производства таких установок, я вам скажу максимальную сумму, но она не должна стоить больше $400. Это где-то 700-800. Лари на наши деньги, а доллары уже около 300-400. Вот, скажем так, 5-6 киловатт. Но когда уже будет линия собрана, там не надо будет бегать, от кого-то скрывать свои секреты, и одну часть делать в одном конце города, другую в другом, еще думать, чтобы эти мастера друг друга не знали. Ну, это грузинский вариант, так сказать. Здесь, боже упаси, что-то проморгаешь и все. Руку оставишь, руку откусят. Вот это да. Ჩვენ დავწერეთ პრეზიდენტის სახელზე. Да, случилось сейчас такое, что мне написали предложение президенту Грузии, как он появился, Михаил Саакашвили, какая-то надежда появилась, что он... Подожди. Надежда появилась, что вот он возьмется за дело, потому что это для страны как воздух нужен. Нужна эта установка. Он пришел, посмотрел установку и дал задание министру энергетики. 10 дней он ему дал, а после этих 10 дней прошло уже месяц. Но я не знаю, что ему сказали, какой ответ принесли президенту. Но я вижу, что они чем-то там в канцелярии заведуют. Ну, конечно, если это не будет вырезано, я скажу. Петр Мамрадзе такая личность. И меня извините, я не знаю, какой он ученый. Он физик по образованию. Говорят, но физик какой? По какому направлению? По-моему, астрофизика. Я ему очень популярно объяснил, что у меня есть свое образование. Но 27 лет тому назад я бросил карандаш. Когда-то был архитектором. Но сегодня я не имею права сказать,
что я архитектор, потому что я отстал. И никогда не смогу догнать никого. Вот это я ему повторил в кабинете премьер-министра. Что я не могу, я говорю, сказать, что я архитектор, потому что я уже ничего общего не имею. Так что я не образованный, я ему говорю, человек, но ты какое право имеешь, когда сам говоришь, что 10-15 лет тому назад, как защитил, не знаю, докторскую, не знаю, кандидатскую, с физикой общего ничего не имеешь. Я с ним не спорю о вопросах управления аппарата Шеварднадзе или канцелярской работой, потому что он в этом тупой. И не даю себе права влезать в эти дела. Он такой кордобалет устроил здесь, когда премьер-министр пришел, что я именно ворую из крана ток. Оскорбление было, ну, ужасно. Когда сам премьер-министр прошел по кабелю и дошел до крана, он ему сказал, там нет тока. Потому что я взял, намочил руку об кран и второй рукой об землю. Если там был бы ток, меня сейчас здесь не было. Но этот человек, не знаю, чьи его задания выполняет, он категорически требовал именно эксперимента в канцелярии. Именно специально, именно. Не то, что специально, это не игрушка с ним взять и ездить по канцеляриям, и кому что понадобится, ему там, подавать и на ладони, на блюдечке все приносить. Ну, насчет этого вопроса у нас разногласия. Я не знаю, как, что они сказали президенту, как сказали. Я знаю одно. Если эту установку потеряет Грузия, то львиная доля в этом лежит, так сказать, астрофизика Петра Мамрадзе. Львиная доля его, потому что благодаря нему Грузия потеряет эту установку. И отсюда исходят все блага. Скажите, пожалуйста, а вам лично сколько обошлась вот эта первичная в суммах? Что вам обошлось? То, что должен был сделать, допустим, один человек, раз нельзя было это все, вот, надо было быстро сделать. И разделили схему на несколько, ну, 2 десятка почти частей. И вот так разные, по разным местам собирал. Мне это обошлось, это где-то уже до 8 тысяч. Но когда я 200 киловатт не делал, я тоже это же все вот так вот. Или вот как нищий бегаешь, просишь, выпрашиваешь. Если дадут, хорошо, если не дадут, то дадут деньги, да, еще там такие претензии предъявляют, что вот, грузинский бизнес. Все, в долю я сижу, да какую долю, где что, пока мы ничего не сделаем. Скажите, пожалуйста, это ваш дом? Нет. Я на квартире здесь живу с семьей, потому что мы все продали, что у нас было. На эти установки, на эти, ну, кажется, довели меня уже до ручки. И наше правительство, и многие ученые, которые категорически говорят, нас не интересует, потому что этого нет. То, что мы видели, этого, оказывается, нет. А как на это смотрит ваша семья? О, семья, это, извините меня, мне такое предлагали за границей. Наверное, сейчас пора заумзаться и туда поехать. Что она чуть ли не каждый день за мной палкой бегает, что от чего я отказался. Ну, это, конечно, в шутку. Потому что от многого хорошего я отказался. И причиной этому было не то, что вот именно я хочу вот эту установку здесь внедрить, да. Многие ученые, опять же, говорят, что вот если это правда такая хорошая установка, то почему он не уезжает за границу? Там же его с руками и ногами возьмут. Можно говорить что-то, но надо, по-моему, до того, пока не сказать, подумать, что говорят. Не потому я здесь остался, что именно в Грузии хочу. Да, конечно, я это тоже в Грузию хочу оставить энергетическую установку, но что за ним стоит? За этой установкой идет цепь. Ну, так сказать, оборонного значения.
этого я хотел оставить у себя в стране. Я это слово не должен был говорить. Но кто услышит про трансформатор Тесла, там уже любой додумается, что за этой установкой стоит. Я это сказал и президенту, и премьер-министру. Ну, я не знаю, там, что с президентом делают. Почему-то я верю, что он не знает правду. Не знает. მასაც ნახავდა კიდე ცოტა ხანს უკვე კამერის გარეშე ბიჭები როგორ არიან დამალავენ ახლა ახლა მას დამალავენ თვითონ გადაუ ეს რა ოჯახი და საყვარელი თამბატონი Смотри, вот это работает про Тесла, вернее, все. И его заглавие «Беспроводная передача энергии Николы Тесла и Тунгусский взрыв 1908 года». Ну, как вы мне рассказываете? Да. Тайна моего изобретения умрет вместе с тобой. Вот прочтете, и какое оборонное значение имеет, поймете, потому что его скрывать уже... Я не знаю сейчас, что сделает наш президент. Ну, надо как-то до него довести, я уже до него дойти не могу. Я хочу сказать вам, что это абсолютно открытая информация. Это мы достали из интернета, я лично ему дал. Но дело в том, что абсолютно открытая азбука тоже, но люди некоторые пишут стихи, а некоторые даже читать затрудняются. После его изобретения создавали очень много вопросов, что вот он аферист, он сделал подводки, лазили под эти туда-сюда. Вот то, что сейчас у него есть, вот, он улучшил на основании вот этого. Понимаете? Просто человек нашел то зерно в этом, которое можно применить на практике. Больше ничего. Хотя Тесла это все обосновал теоретически, а потом взял и сжег свои исследования. Я вдруг и обратно веду. Просто набирайте Тесла. Да. И он выдаст вам все, что про Тесла там есть. Абсолютно открытая информация. Вот мое. Мену метро, кровать, мену метро. Да, какого числа? И теперь вы уже Не только рассмотреть. И я бы хотел бы попросить нашего президента, чтобы он побыстрее рассмотрел. Вот говорите. Что это? Это заявление министру юстиции Грузии, что я отказываюсь от гражданства Грузии. Это занесено 30 апреля сего года. А это уже в канцелярии послали мне предложение, что есть такая установка, и пожалуйста. Канцелярия написала на это, как сказать, департамент науки и технологий. Где он говорит, что зафиксировано многократное увеличение энергии. И стоит это государственного внимания.
И они не остановятся теперь. Мне интересно, перед чем они не должны остановиться? И кто это они? После каждой демонстрации уничтожаться свое изобретение, а потом опять тратить деньги, чтобы создать. И почему? Чтобы не писать вот такие заявления в газетах. Вин гаитаца бгерити иарагис საიდუმლო ნახაზები. Группа ученых пишет, что они изобрели звуковое оружие. И украли у них чертежи. Если я не буду его уничтожать, ну это глупо. С моей стороны будет. Им ხელა სიხშირე ჭირდება რეზონატორი. აი რეზონატორი თulis გამომავალზე რა სიხშირე გექნება? არა, მე ისე თქვა მინდა. ჯერ პირველი ვარიანტი ხო გა. დამიწება ჩვენში რო თქვა, ამას არ ჭირდება. არა, ამას არ ჭირდება დამიწება კი არა, აი რა ჭირდება, ხო ნახე რა პატარა კონტურის შევქმნით და ივანოვი ამისთვის ეს არის ბევრი იყო. მე სხვა რამე მიგიქცე. არა, ეს არის ერთი იმაზე შუაწელზე ის ქონდა რეზონატორის მასა. ხოდა მაგარ გეუბნები. დიდო თლიანი იყო. ხოდა ეს რო შედის через რეზონატორ მასა მიწაზეჭდება. კი, მიწაზე უკაცრავად ბატონო. ბოლის ცოცხალაშვილი. მეცნიერების და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. Casa do menino,